ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე მოსახლეობას აფრთხილებს, რომ საქართველოში ძალიან ინტენსიურად იყიდება სინთეზური კანაბინოიდი, რომელიც იწვევს ჰალუცინაციებსა და ფსიქოს, ზოგიერთ შემთხვევაში კი სიკვდილსაც. როგორც ექიმი სოციალურ ქსელში წერს, ასევე მას ურევენ სხვადასხვა ფსიქოაქტიურ ნივთიერებაში, რაც კიდევ უფრო ამძიმებს მდგომარეობას. ნარკოლოგი საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. ბოლო ერთი თვის მანძილზე ჩვენ ვხედავთ, რომ აი მოწია რაღაცა, ვითომუმნებელი და ან სიკვდილით დამთავრდა, ან დაუშვათ ფსიქოზით, რომლითაც მერე საკმაოდ მძიმე ფსიქიკური აშლილობა გამოიწვია, ან კომატოზურ მდგომარეობაში მოხვდა ემერჯენსში. რამოდენიმე კვირის წინ, ეხა რა დასამალია და მეც ვნახულობ ამ ტელეგრამ არხებს და იმიტომ რომ სხვა ინფორმაცია ჩვენ არ გვაქვს სამწუხაროდ და ამიტომ ჩვენ თვითონ უნდა მოვიძიოთ ეს ინფორმაცია და ამიტომ ნახე რაღაცა გაურკვეველი, ასე ვთქვათ, ახალი ნივთიერება, რომელიც იყიდებოდა. მერე ესე ვთქვათ, ეგრეთ წოდებულ ბაბლში გავიკითხე რა არის და მითხრეს, რომ სავარაუდოდ რომ ეს არის და მერე უკვე დავინტერესდი და ბევრი, ასე ვთქვათ, შემთხვევა უკვე აღმოჩნდა, რომ ეს ტიპის ნარკოტიკი ეს ძალიან მძიმეა. ევროპაში უკვე არის ეს რეგისტრირებული როგორც ერთ-ერთი უმძიმესი სინთეტური კანაბინოიდი, რომელიც იწვევს ძალიან მძიმე შედეგებს და რა თქმა უნდა მისი გამოჩენა და როგორც ჩანს აქ ამზადებენ, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ ცალკე მოიხმარენ, ასევე მას ურევენ სხვადასხვა, ასე ვთქვათ, ფსიქოაქტიურ ნივთიერებებში.